გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და გუშინ დაიდო დასკვნა პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა თეა წულუკიანი და ამ დასკვნაში ნათლად არის ასახული ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმის დანაშაულები წლების განმავლობაში. ეს დასკვნა იქნება იმის საფუძველი, რომ აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა ამ ქვეყანაში და ასევე ფიზიკურ პირებს აეკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა იმ ფიზიკურ პირებს, რომელი ფიზიკური პირებიც არიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და რომლებიც დღეს სხვადასხვა პარტიებში არიან გაშლილები. ქართული ოცნების ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა, რომ წლების წინ არ აკრძალა ნაციონალური მოძრაობა და რომ წლების წინ არ აგებინა პასუხი ნაციონალურ მოძრაობას როგორც რეჟიმს. ამასთან დაკავშირებით ქართული ოცნება იძახის, რომ მათ არ მისცეს საშუალება დასავლელმა და ევროპელმა მეგობრებმა, ეგრეთ წოდებულმა და სწორედ ამიტომ აი ამ დასავლეთის მხრიდან რაღაცა შემოტენილი კოჰაბიტაციის გამო ქართული ოცნების ხელისუფლება ვერ აგებინა ნაციონალურ მოძრაობას პასუხი ისე, როგორც ეკუთვნოდა ამ ორგანიზაციას. სწორედ ამ კოჰაბიტაციის ბრალია ის, რომ დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლო და შეცდომაში შეიყვანა ბავშვები, ახალგაზრდები, ის ახალგაზრდები, რომლებიც ნაცემის დროს იყვნენ 10 წლის, 8 წლის, 7 წლის და დღეს უკვე დიდები არიან და ძირითადად აი ასეთი ბავშვები იყავთ ნაციონალურ მოძრაობას ფარად დაყენებული, რომლებსაც აურიეს თავგზა და რა ვიცი, საპატიმროებშიც ძირითადად ასეთი ბავშვები მიდიან და აქციებზეც ასეთი ბავშვები აქტიურობენ და შესაბამისად ამ ბავშვებზე ხდება მერე ჯოხი. ასევე კარგად გვახსოვს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ გაანადგურა თუ არ ვცდები 5000-ზე მეტი ის ფაილები, სადაც ნაციონალური მოძრაობის სისასტიკეები იყო ასახული და ამ ფაილების განადგურების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა წელში გაიმართა და დღეს რა დღეშიც არიან, კარგად ხედავთ, ხო? ეს ფაილები არ უნდა გაენადგურებინა ქართული ოცნების ხელისუფლებას და პირდაპირ რუსთაველზე უნდა გაეშვა აი ეს კადრები, რომ ამ ადამიანებს ენახათ თუ ვის გვერდით დგანან დღეს. თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები რა ადამიანები არიან, უпростоრად როგორი არა ადამიანები არიან. მივმართავდი იმ ადამიანებს, ვისაც ამ კომისიის დასკვნასთან ისეთი წარმოდგენა აქვს, რომ ეს რაღაცა აი წულუკიანის შეთითხნილი რაღაცა დასკვნა. ამასთან დაკავშირებით, ვისაც ეს ამბავი ასე წარმოუდგენია, ამ ხალხს მივმართავდი და ვეტყოდი, აქ მნიშვნელობა არ აქვს წულუკიანის კომისია იყო ეს თუ პირდაპირ პუტინი რომ ჯდარიყო ამ კომისიის სათავეში, ფაქტი მაინც ფაქტად რჩება და ფაქტი რა არის? ფაქტი არის ის, რომ ამ კომისიაზე მიდიოდნენ კონკრეტული ადამიანები, სახელები და გვარები, რომლებმაც საკუთარ თავზე და საკუთარ ტყავზე გამოცადეს ნაციონალური მოძრაობის უსამართლობა. ამ კომისიის დასკვნაში დევს კონკრეტული სახელები და გვარები, რომლებიც არსებობდნენ, რომლებიც დადიოდნენ, სულთქავდნენ, ცხოვრობდნენ და რომლებსაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება უბრალოდ დაუმთავრა ცხოვრება და სიცოცხლე ამ ადამიანებს და არ დაუტოვა ამ ხალხს, რომ ესარგებლად ან სამართლიანი, ან უსამართლო სასამართლოს უფლებით. ამ ფაქტებს არ ცვლის ის, რომ ამ კომისიის თავმჯდომარე იყო წულუკიანი და როგორც უკვე აღნიშნე, პირდაპირ პუტინი რო ყოფილიყო ამ კომისიის თავმჯდომარე, ფაქტები მაინც ფაქტებად რჩება და ფაქტებს ვერ შეცვლის
ვერავინ და ვერაფერი. რაც შეეხება აი ამ კოჰაბიტაციას, რომელიც შემოგტენა დასავლეთმა, დღეს ხვდები თუ რატომ შემოგტენეს ეს კოჰაბიტაცია და რატომ აიძულეს ქართული ოცნების ხელისუფლება რომ ნაციონალურ მოძრაობასთან შესულიყვნენ კოჰაბიტაციაში, როგორც უკვე ნათელი ხდება, მათი მიზანი იყო ის, რომ ამ ქვეყანაში გაზრდილიყო თაობა, რომელ თაობასაც შეიყვანდნენ შეცდომაში და ამ თაობის საშუალებით მოაბრუნებდნენ ისევ საქართველოში თავიანთ აგენტურას, იმ აგენტურას, რომელსაც წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა და ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა აი ეს თავიანთი ჩანაფიქრი ფაქტია რომ 5-იანზე თუ არა 4-იანზე ნამდვილად განახორციელეს და ფაქტია რომ დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ გაბედა და გამოვიდა ქუჩაში და ბედავს და იძახის რომ ისინი არიან თურმე დემოკრატები და ამ ქვეყნის ერთადერთი ხსნა და გადარჩენა არის თურმე ნაციონალური მოძრაობა. ეს დასკვნა საფუძველია როგორც უკვე აღნიშნე იმისა რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობა და იმედი მაქვს რომ ამ გაზაფხულზე და ამ ზამთარს ნამდვილად დასრულდება ნაციონალური მოძრაობა. ქართული ოცნების ხელისუფლებას ხალხის მხარდაჭერა უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს რა თქმა უნდა და ჩვენ ქართველების უმრავლესობა ქართული ოცნების ხელისუფლებას არა მხოლოდ გვერდში უდგავართ აი ამ ნაცების წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ უფრო მეტიც ვთხოვთ, მოვითხოვთ, რა ვიცი და ვეხვეწებით და კატეგორიულადაც მოვითხოვთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დასრულდეს ნაციონალური მოძრაობა და რომ სათანადო პასუხი გასცენ აი ამ ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ ნაციონალურ მოძრაობას და რომლებიც პირდაპირ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ იბრძვიან და რომლებიც ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ იბრძვიან. ასე რომ მოუთმენლად ველოდები განსაკუთრებით 4 ოქტომბერს რომ დაიწყოს ნაციონალური მოძრაობის ჭეშმარიტი დედის წყნა, რასაც ქვია და რომ აი ეს ხაბეიშვილები და ხაბეიშვილის ძმაკაცები აღმოჩნდნენ იმ ვითარებაში და იმ მდგომარეობაში და სიტუაციაში, რაც მათ ეკუთვნით. ხაბეიშვილი და ხაბეიშვილის მსგავსი ნაძირალები ჯერ უნდა გაილახონ და მერე უნდა წავიდნენ საპატიმროებში და საერთოდ უნდა იკრძალებოდეთ მათ პოლიტიკური საქმიანობა. მე არაერთხელ მithქვამს ჩვენ ქართველები კიდევ ერთხელ მოთმინებით უყურებთ და ველოდებით თუ რას მოიმოქმედებს ქართული ოცნების ხელისუფლება და თუ შევატყობთ რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე, ასეთ შემთხვევაში ხალხი იმოქმედებს და აგე პირდაპირ ვიძახი. ნაციონალურ მოძრაობას ვერავინ ვეღარ გადაარჩენს, ვეღარც ქართული ოცნება გადაარჩენს, ვეღარც ურსულა ვეღარ გადაარჩენს და ვეღარც ვერავინ. და ნაციონალური მოძრაობა მიიღებს იმ პასუხს, რომელი პასუხის ღირსიც არის და რომელი პასუხიც ჯერ კიდევ 13 წლის წინ უნდა გაგვეცა და დაგვებრუნებინა ნაციონალური მოძრაობისთვის. ასე რომ დაველოდოთ განსაკუთრებით 4 ოქტომბერს და ვიქონიოთ იმედი, რომ 4 ოქტომბერი იქნება პირადად ლევან ხაბეიშვილის და ნაციონალური მოძრაობის დედის წყნის დღე. ასე რომ ეს არის მისი თქვაც მინდოდა და კიდევ ერთხელ გავუმეორებ, რომ მოუთმენლად ველოდები 4 ოქტომბერს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ნაციონალური მოძრაობის დედა მოიტყნას ამ ქვეყანაში.